დავდიოდი კომპანიებში და ვეუბნებოდი, რომ შეგიქნით Facebook-ს და მიგიხედავთ და ყველა ამბობდა მოდი რა Facebook. მაქედან მოყოლებული არ გავჩერებულ ვარ და დღემდე ვსწავლობ. ეს ისეთი სფეროა და მე მგონი ყველაფერს ესე ეხება, რომ თუ გაჩერდი, ალბათ ერთ თვეში, სამ თვეში უკვე აღარ ხარ რელევანტური. თუ შენ ციფრული წიგნიერება იცი, ინტერნეტის გამოყენება, შენი პროფესია კარგად იცი, მაგრამ ადაპტაცია თუ არ გაქვს, მაშინ არაფერი არ გამოგია, იმიტომ რომ სულ იცვლება და თუ ამ ასე ვთქვათ დისკომფორტს არ შეეგუე, არაფერი არ გამოვა. თუნდაც კომპანიებში CRM სისტემა რომ დამინერგავთ, რომელმაც უნდა გაამარტივოს ყველაფერი, აი არ უნდა თანამშრომელს რომ შეწუხდეს და სიტყვაზე გაუმარტივოს. ურჩევნია რომ 10 რაღაც აკეთოს ესე. ამიტომ ყოველთვის დისკომფორტში ყოფნის სურვილი უნდა გქონდეს. სკოლაში ვსწავლობდი ჯერ კიდე, ალბათ 14-12 წლის ვიქნებოდი. მაშინ არც Google გუგლობდა და Facebook-იც ძალიან ახალი იყო. 2007 წელს რო შემოვიდა ჯერ კიდე არ იყო ეს მარტივად რეგისტრაცია. კლასელები მეუბნებოდნენ, ადნაკლასიკებზე შემოდი, მან რა გინდაო. და ვნახე ესეთი პროფესია, ინტერნეტ მარკეტოლოგი ერქვა. და ძალიან მომეწონა. ყველა იურიდიულზე აპარებდა და ეს სფერო და ზოგადად ტექნოლოგია ძალიან შორს იყო. მაქედან დავიწყე სწავლა, არ იყო რესურსები საერთოდ. ერთი წიგნი ვიპოვე, სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი, თორე აი ძალიან დიდ მადლობას გადაუხდიდი. მომავლის პროფესიებზე იყო საუბარი და მომდევნო 5 წელში რა მოხდებოდა. და მან დაწერა, რომ კომპანიები ერთ სივრცეში მოხდებიან, ეგ იქნება მაგათი სავიზიტო ბარათი, ხალხი იქ რეკლამებს გაუშვებს, ინტერაქციაში შევა და მაშინ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ რაღაც ერთ სივრცეში ადამიანები მოიყრიდნენ თავს და თან კომპანიები. დავდიოდი კომპანიებში და ვეუბნებოდი, რომ შეგიქნით Facebook-ს და მიგიხედავთ და ყველა ამბობდა მოდი რა Facebook-ი. ალბათ ისეთი სიტუაცია იყო, აი კომპიუტერი და ინტერნეტი რო შემოვიდა და არავინ რო არ ფიქრობდა, რომ აქამდე მივიდოდა. მაქედან მოყოლებული არ გავჩერებულ ვარ და დღემდე ვსწავლობ რა. ეს ისეთი სფეროა და მე მგონი ყველაფერს ესე ეხება, რომ თუ გაჩერდი, ალბათ ერთ თვეში, სამ თვეში უკვე აღარ ხარ რელევანტური. სულ სწავლაში ხარ და ჩემთვის ეს სფერო იმიტომ გახდა უფრო საინტერესო, რომ მუდმივად ცვალებადია. მეც ასე ვთქვათ, პატარა მუღამები მაქვს ამ კუთხით და რუტინაში არ არის გადასული ეს ყველაფერი. სწავლების კუთხითაც მე რო ამ ყველაფერს სხვას ვასწავლი, უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ერთი და იგივე რაღაცის საუბარი არ მიწევს. ზოგადად ძალიან მიყვარს Udemy. სულ მაქვს რაღაც ნარჩევი კურსები ნაყიდი, რომელიც თვე და თვე ახლდება. და ყოფილა რომ ერთი კურსი რომელიც 2019 წელს ვიყიდე, ყოველ წელს ახლდება და მაგებს უყურებ. ანუ ჩემი გრაფიკი მაქვს. ძალიან მიყვარს LinkedIn learning-ი და თუ ფასიანს შეიძენთ, აი პირადად მე თითოეული ცენტი რასაც ვიხდიდი, იყო იდეალური. თან შეგიძლიათ მიწეროთ რომ გამარჯობა საქართველოსდან ვარ, პრობლემები გვაქვს და ფასს გიკლებენ. 6 თვე დაახლოებით $15 შეგიძლიათ აიღოთ. Lynda.com-ი არსებობდა, LinkedIn-მა შეისყიდა, ეხლა LinkedIn learning-ი გახდა. საოცარი კურსები არის. ყოველთვის ვცდილობ რომ სტატიებს გავეცნო, ვებსაიტებს, როგორიც არის social media examiner-ი, search engine journal-ი და ყველგან დღის განმავლობაში რაღაც დროს ყოველთვის ვტოვებ რომ ვუყურო. მაგრამ რასაც ვკითხულობ და ვიდეოების სახით უყურებ, ვცდილობ რომ ისე გავაკეთო, რომ შემდეგ პრაქტიკაში გამოვცადო. წინამდელ შემთხვევაში აი უბრალოდ ნებისმიერ ვიდეოს უყურებთ, ძალიან ლამაზად მოისმენთ ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ პრაქტიკა არის საჭირო რა. და აი მუდმივ ძებნაში ვარ რამე ახალი კურსის. თვითონ კომპანიებს აი Facebook-საც უდევს დოკუმენტაცია. მაგრამ აი ისეთი ენით არის ყველაფერი დაწერილი, ბანკში შესხრო იღებ და რო ვერ იგებ, რეალურად რამდენი პროცენტი არის საბოლოო ჯამში, ეგრე აქვს დაწერილი და ვცდილობ მე საინტერესო ადამიანები ვიპოვო, ვინც ამ ყველაფერს უფრო გადმოსცემს. და ბოლოს მივხვდი, რომ ეგ ადამიანი მეც გავხდი ჩემ ჯგუფში რომ რაღაცებს წერდი ხოლმე. მაგრამ მეც მყავს ის ადამიანები, ვისაც უყურებ, აი ჩემი ყველაზე სამაგალითო ამ სფეროში პიროვნება არის გარი ვაინერჩუკი. კაცის დრაივი და პატიოსნება, აი სულ მაგას აწვება, რომ პატიოსნება არ არის სირცხვილი პირიქით. და სულ იმას ამბობს, რომ გვიანი არასოდეს არ არის და აი ეს არის ჩემი წრე რა. სულ გუგლავ და სულ GPT-ს ველაპარაკები, რომ რამე ახალი ვისწავლო და ავყვე რა. 86 წლის ქალბატონი
იაპონელი ვიცი, რომელმაც პროგრამირების სწავლა დაიწყო 85 წლის ასაკში და 86 ასაკში დააფაბლიშა უკვე აპლიკაცია App Store-ზე. ზოგადად სოციალური და ციფრული მარკეტინგი წარმოვიდგინოთ როგორც ცოცხალი ორგანიზმია. მე თუ რაღაც რეკლამას უშვებ და ვთქვათ ქუჩაში აქციები დაიწყო, ის გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე. და მე როგორც მარკეტერმა და advertiser-მა ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდე როგორი ქცევა წამოვა სოციალისგან, ალგორითმი როგორ შეიცვლება და ამ ყველაფრის მიმართ ადაპტირებული უნდა ვიყო. ანუ უნდა ვიცოდე ნებისმიერ მომენტში რა ინსტრუმენტი გამოვიყენო და როდის გამოვიყენო. ანუ მაგის საჭიროება როდის დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მე რეკლამის გაშვების საფუძველი არ იცვლება, სტანდარტი იგივეა, მაგრამ მე თუ არ ვისწავლე ამ ინსტრუმენტებთან და სიახლეებთან ადაპტირება, ჩემი რეკლამა არაეფექტური იქნება და არარელევანტური კლიენტები წამოვლენ თუნდაც რა. და ზოგადად მარკეტერები, მე ვამბობ, რომ ეხლა თანამედროვე ციფრულმა მარკეტერმა advertising-ი და პლატფორმის გამოყენების გარდა უნდა იცოდეს web development-ის საფუძვლები, ასე თუ ისე პროგრამირების აზე იყოს და არ ეგონოს რომ cloud servers რომ მართლა ღრუბელში რო არ არის სერვერი და რაც ყველაზე მთავარია აი CRM სისტემებს რომ ვამბობთ ხოლმე მათთან მუშაობა, ბაზებთან მუშაობა იცოდეს რომ წარმოდგენა ჰქონდეს ერთი დიდი ბირთვი. არ ვამბობ რომ data მეცნიერი უნდა იყოს აუცილებლად ტიპი რომ მარკეტერი გახდეს, მაგრამ ბაზებთან რო გამოცდილება აქვს უკვე კარგი არის რა. მონაცემებთან მუშაობა უნდა იცოდეთ. ჩემ სტუდენტებს ვეუბნები რომ თქვენ როგორც გასწავლეთ მომდევნო ჯგუფს ეგრე აღარ ვასწავლეთ თქო. ანუ ეს ნიშნავს რომ 1 თვიდან 3 თვის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ძალიან დიდი რაღაცები. არის წლის განმავლობაში თვეები, რომელ პერიოდშიც უფრო იცვლა. აი ვიცით მაგალითად Google-ის ალგორითმის აპდეიტები ხანდახან როდის ხან ფეიქიც არის ხოლმე. ამიტომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაკარგო ეს ნაწილი რა და ისე აი ტრენდში რო იყო ასე ვთქვათ რო არ ჩამორჩე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უნდა აყვე უბრალოდ ეს სფერო ისედაც ხო ჩქარი იყო და ეხლა რაც ხელოვნური ინტელექტი და LLM-ები გამოჩნდა GPT, Claude, Grok-ი უფრო აჩქარა ეს ყველაფერი აი ხანდახან მგონია ისე სწრაფად ჩავის ყველაფერი გიждები ხოლმე მაგრამ აი მანამდე არ ვეთანხმებოდი 4 დღიან სამუშაო დღეს ეხლა GPT და ჩემი ეიჯენტები მაქვს შექმნილი ისე მეხმარება, რომ სწრაფად გავაკეთო ჩემი სამუშაო, რომ საბოლოო ჯამში ვეთანხმები, რომ 4 დღეზე გადავიდეთ. ბევრ ამას ვასწრებ და ბევრ უკეთეს რაღაცას ვაკეთებ. ამიტომ ძალიან დაჩქარებულია და დაჩქარებულში თუ ვიღაც სწავლობს, აი ბევრისგან გამიგია, რომ აი ვამაყობ, რომ მე GPT-ს არ ვიყენებ და ვერ ხვდები ხოლმე ამით რას ამბობენ. თან რატომღაც თავის ეშინიათ თან რომ ამან არ ჩამანაცვლა. იმ დღეს ფოტოედო ერთ ბიჭს მანქანა უნდა გაეყიდა და უნდოდა რომ ფონი შეეცვალა და GPT-ს თხოვდა ნახეთო რა დებილიაო ვერ გააკეთაო და ყველა მიცინა ხო მაგან არაფერი არის და ერთმა ბიჭმა დაუწერა რომ ეთყობა არასწორი დავალება მიეციო და მოკლედ აბურთავეს ეს ტიპი შენო რა იციო მე სწორად უთხარიო და აი ის მომენტი აქვს რომ ყველა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს GPT სამშვიდობო ხო LLM-ებს მაგრამ არავინ არ იცის სწორად გამოყენება სწორი დავალების მიცემა და იმის რო გვეშინია რომ ჩაგვანაცვლებს რეალურად ვინ ჩასანაცვლებია ჩაანაცვლებს და უკვე ჩაანაცვლა ჩემი აზრით და ვინც შეძებს ამათთან ერთად მუშაობას ადაპტირებას ისინი არ ჩაანაცვლებიან აი ძალიან ტრენდში არის ახლა და იქნება no code development-ი რომელშიც AI გვეხმარება რეალურად შენ თუ დეველოპერი ხარ AI ყველაზე მეტად შენი დამხმარე იქნება ამ კუთხით და საბოლოო ჯამში მათთან ერთად ადაპტირება მოგვიწევს დაახლოებით 3 წლის წინ კომპანიას არ დავასახელებ დეველოპერული კომპანია იყო სადაც ჩავაბით GPT ადმინად დავნიშნეთ ასე ვთქვათ Ads Manager-ში რა თქმა უნდა დაგჭირდა აქ მუშაობა დეველოპერიც დავიხმარეთ მაგრამ ჩვეულებრივი სრულფასოვანი ადმინი იყო მას წინასწარ პრომპტი ჰქონდა როგორ ამოწმებდა 3 საათში ერთხელ რეკლამებს და იცოდა თითო რეკლამას რა მიზანი ჰქონდა მაგალითად იყო რეკლამა რომელიც ყიდდა საოფისე პარტებს და იყო რომელიც საცხოვრებელს ყიდდა ამოწმებდა რეკომენდაციებს გვიგზავნიდა შემდეგ ესეთი რაღაც ვქენით რომ მოდი ერთი თვე დავაკვირდეთ რომ თვითონ გაუშვას თქო რეკლამები ჩვენი გაშვებული, მაგრამ ოპტიმიზაცია. ერთის განმავლობაში იდეალურად გააკეთა ყველაფერი, საერთოდ ხელ არ ჩავრევულობთ რა. მაგრამ ეს ხომ ეხმარება მე დაკვირვებას ვახდენდი.
რომ როგორ უშვებს ეს რეკლამას და მეც ვსწავლობდი. დამატებით ამ ხელოვნურ ინტელექტს აქვს learning-ის ფაზა. რომელსაც თუ ჩავრთავ GPT-ში, ის მე რო რამე კითხვას დავუსვავს, სწავლაში მეხმარება დამატებით. აი ელემენტარულად სულ პრომპტინგი არ ვიცოდით და მარტივი შეკითხვები დაუსვათ, ეს როგორ ვისწავლო, ეს როგორ გავაკეთო, უკვე გვეხმარება. აი არასოდეს მეგონა რომ Google-ს ვინმე კონკურენციას გაუწევდა. მაგრამ ფაქტია 10 ლინკიდან გადავიდით ჩათით საუბარზე რა. როგორც დიზაინერს მოუწევს ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი, რომ დიზაინი შეიქმნას, advertiser-იც იჯდება და ისაუბრებენ ამ ყველაფერზე. თუ როგორ და რანაირად გაიშვას. რა თქმა უნდა, უფრო გამარტივდება, მაგრამ მეტა როგორც მიდის. მეტამ დაგვიტოვა ბუსტი, არიცი არაფერი. დაბუსტე. და თუ გინდა რომ უფრო ღრმად დაათარგეთო, მაშინ მოდი Ads Manager-ზე გადმოდი რა. ეს ორი მხარე ყოველთვის დარჩება რა. შეგვეძლება რომ სრულად დამოკიდებული ვიყოთ ალგორითმზე და AI-ზე, ან შეგვეძლება AI-ის საშუალებით კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ რა. საბოლოო ჯამში უნდა შევძლოთ რომ აი ეს ვირტუალური დამხმარე AI რეალურ გარემოსთან სწორად ადაპტირდეს, რომ საბოლოო ჯამში დაკავშირება მოხდეს ვირტუალურის და ფიზიკურის ერთმანეთთან რა. ჰენრი ფორდმა მუზეუმში თავის ქარხანაში პირველად აპარატები მიიყვანა, რომელიც ეხმარებოდა უფრო სწრაფად გაეკეთებინათ, პროტესტი გამოხატეს. ეხლა მაგალითად შტატებში ერთი კომპანია იქირავეს ჩინური, რომელიც პორტს უკეთებს ყველაფერს რობოტებით. ტიპები ჩინეთში ზიან და იქიდან მართავენ და იქაც საპროტესტო გამოსვლები იყო, რომ სამუშაო ისინი დავკარგეთო. რაღაც ქრება, რაღაც ახალი ჩნდება. გამოჩნდებიან და უკვე გამოჩნდნენ პრომპტის ინჟინრები, რომლებიც შექმნიან თუ როგორ უნდა ვესაუბროთ, კურსები იქნება, კონსულტანტები, ვინც ისაუბრებენ როგორ უნდა ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს, როგორ ვიყოთ მათთან ადაპტირებაში. მაგრამ ეხლა ტრენდში არის და იქნება მონაცემებთან მუშაობა, დიდ მონაცემებთან და უკვე ცნობილ CRM სისტემებს, როგორც Zoho არის, მან გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტი, რომელთან ერთადაც მუშაობთ მონაცემებზე, big data-სთან, პროგრამირება, რა თქმა უნდა, არსად არ წავა. No coding-ი მაგაზე უფრო მარტივი იქნება, მაგრამ შევძლებთ, რომ სრულფასოვანი აპლიკაციები გავაკეთოთ. და ასევე ჩემთვის ნომერ პირველი ტრენდი არის ავტომატიზაცია. ავტომატიზაცია იქნება პირველი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი საქმე გავიმარტივოთ და შევამოკლოთ. გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც შევლენ კომპანიაში და ამ დიდ ჯაჭვს და ავტომატიზაციას გააკეთებენ და იმუშავებენ, რომ რაღაც გზები გაამარტივონ, რაღაც კადრები ჩახსნან და მაგალითად 10 თუ იყო 1 დატოვონ. მაგრამ ისევ და ისევ ძველი ქრება, ახალი ჩნდება, ამიტომ თუ არ გვინდა რომ გავქრეთ იმათთან ერთად, ჩვენც უნდა აუყვეთ ამ ყველაფერს რა. იმის შიში რომ ვაიმე ხვალ GPT მოვა და ამაგდებს სკამიდან, ოდესღაც მოხდება რა თქმა უნდა, თუ არ აუყვებით ამ სწავლას რა. ეხლა რომ ძალიან მარტივად ვისაუბროთ, რომ აი უცებ ადამიანმა მოისმენს ეს ყველაფერი, დაჟეს კომპიუტერთან და რამე ისწავლოს. აი უბრალოდ საჭირო არის და Google-იც უკვე შესაძლებელია. ან GPT გახსან უფასო, ან Claude გახსან უფასოდ და კითხონ. მე ვარ მაგალითად სანდრო 20 წლის და მინდა რომ ვისწავლო პროგრამირება. მარტო ეს უთხრან. უთხრან ასევე რა იცის, კომპიუტერის გამორთვა ჩართვა ვიცი, ინტერნეტში შესვლა ვიცი და ის ეტყვის ყველაფერს. მარტივ ენაზე აი ჩავთვალოთ, რომ ვესაუბრებით კონსულტანტს, რომელსაც უნდა რომ ჩვენ დაგვეხმაროს, პირდაპირ კი არ გკითხოთ, მე მინდა Python-ის სწავლა. მოუყევით თქვენ შესახებ. უთხარით რა გიყვართ, თქვენი ჰობი რა არის და ის შეაერთებს სიტყვაზე პროგრამირებისთან. საიდან დაიწყოთ, როგორ დაიწყოთ ეს ყველაფერი. აი ინტერნეტზე წვდომა თუ გაქვთ და იმის საშუალება თუ გაქვთ, რომ ყოველთვე ფულს იხდით, რომ ინტერნეტი გქონდეთ, სხვასთან აღარ არის საჭირო ფულის გადახდა, იმიტომ რომ ყველანაირი რესურსი არის იქ უკვე რა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, თავად GPT უნდა მივწეროთ, რომ აი მაგალითად მინდა უფასო რესურსები, რომ ხელოვნური ინტელექტი შევისწავლო. ზოგადად გარჩევაც უჭირს ხოლმე ზოგს, GPT-ს ჩვენ LLM-ს ვეძახით, სადაც უკვე ჩატში ვსაუბრობთ, ხელოვნური ინტელექტი კიდე სხვა არის. ამიტომ როგორც თქვი, ძალიან მარტივად ჩვენ ენაზე უნდა ავხსნათ, რომ აი მაგალითად შენ GPT მე შენ გწერა, მინდა რომ მე შენთან ურთიერთობა უფრო კარგად ვისწავლო, რა უფასო რესურსებს მიჩევ.
რა თქმა უნდა, YouTube და Google-ით შეუძლიათ გამოიყენო ამ ყველაფრის უბრალოდ თუ ადამიანი ზედმეტად დამწყებია, კარგია, როდესაც ესაუბრები ვინმეს და ისიც ქართულად გცემს პასუხს. ამიტომ GPT, YouTube მაინც თქვენითაც ჩაწეროთ AI-ის სწავლა, ინგლისურად უბრალოდ ქართული რესურსებით არის გარკვეული, რომელსაც ვენდობი. LinkedIn-ის გაკეთება, LinkedIn Learning-ზე ბევრი უფასო AI კურსი არის, თავად Microsoft-საც უფასოდ უდევს და ბევრი კომპანია უფასოდ ავრცელებს და Udemy-ზეც არის ბევრი უფასო კურსი. აი საბედნიერო და სამწუხარო, აი დიდი კომპანიები როგორც Microsoft-ი არის, GPT მაგალითად, GPT-ის კურსებიც უდევს თავის საიტზე უფასოდ, Microsoft-იც უფასოდ ასწავლის. მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ კაცობრიობას ეს უფასოდ ასწავლოს. ეხლა ვამბობ, რომ ადაპტაცია საჭირო. თუ შენ ციფრული წიგნიერება იცი, ინტერნეტის გამოყენება, შენი პროფესია კარგად იცი, მაგრამ ადაპტაცია თუ არ გაქვს, მაშინ არაფერი არ გამოგია, იმიტომ რომ სულ იცვლება და თუ ამ ასე ვთქვათ დისკომფორტს არ შეეგუე, არაფერი არ გამოვა. ყველასთვის რთული, აი თუნდაც კომპანიებში CRM სისტემა რომ დამინერგავს, რომელმაც უნდა გაამარტივოს ყველაფერი, აი არ უნდა თანამშრომელს რომ შეწუხდეს და სიტყვაზე გაუმარტივოს. ურჩევნია რომ 10 რაღაც აკეთოს ესე. ამიტომ ყოველთვის დისკომფორტში ყოფნის სურვილი უნდა გქონდეს. ეხლა ამჟამად რა. ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის ალბათ შიში. ადაპტირება, არაღიარება, რომ მაგალითად აი 50 წლის კაცი ვარ და რო არ გამომივიდეს რა სიტყვიან. ან რო გამომივიდეს რო თქვან რომ ამხელა კაცია და რა კონტენტ კრეატორობა მოუნდაო. ჩემი აზრით თუ სურვილი არის, აი ალბათ ესეც ძველი მენტალიტეტიდან მოდის 90-იანებიდან მოდის, რომ აი რაღაცეების გაკეთება უტყდება ხალხს, ასე ვთქვათ, აი მგონია რომ მარტო ეგ მომენტი არის დარჩენილი, რომ აი მაგას თუ გადალახავენ, ყველაფერს გააკეთებენ. ერთი ადამიანი იყოს, არის უბრალოდ რომელიც ყიდის ავტომობილის სათადარიგო ნაწილებს და ის სულ პრობლემა ქონა რეკლამაზე ხან რაქნა და უთხარი რომ აი უბრალოდ ტელეფონი ამოიღე მეთქი, გადაიღე, ილაპარაკე მეთქი და ყველაფერი კარგად იქნება თქო. ერთი ავტომობილების ინჟინერი იყო კაცი, რომელსაც იგივე უთხარი და ვიდეოების ჩაწერა იწყო. ანუ მან ავტომობილების სახელებსაც კი ვერ ამბობდა ნორმალურად, მაგრამ არის უძლიერესი სპეციალისტი ძრავებზე. დაიწყო ამ ვიდეოების ჩაწერა და აი ყველა მაგასთან მიდის რომ ავტომობილი გააკეთოს. ამიტომ ერთი ნაბიჯი არის. ზოგადად ვემხრობი რომ იმ შეზღუდული რესურსებით იხმზღოდოს ადამიანმა რაც ამჟამად აქვს. უბრალოდ საჭიროა ინტერნეტთან წვდომა, ნებისმიერი თანამედროვე და არა საჭირო ძვირიანი ტელეფონი, რომ ვიდეო გადავიღომე ნებისმიერ თემაზე და ეს ჩემი შემოსავლის წყარო გახდეს. თუნდაც მე შეიძლება ხელნაკეთ რაღაცებს ვაკეთებდე და ამით გავაპია რომ ჩემი თავი, ჩემი პროდუქტები. აი უბრალოდ მონდომება, აი რაღაც მომენტში ადამიანები ვამბობთ რომ იცი რა კარგი კამერა მინდა, შტატივი მინდა. ერთი იუთუბერი არის Linus Tech ქვია. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე დიდია ტექის რევიუში და მისი პირველი ვიდეო რო ნახოთ, შადრევანთან დგას და ერთი როუტერის რევიუს აკეთებს და საშინელი გაბლარული ვიდეოა, მაგრამ ეხლა მის ვიდეოებს რო შეხებოთ, რომ ვაკაში იღებს უკვე ტიპი და მაგამდე მინიმუმ რაღაცით უნდა დავიწყოთ. თავარია ელემენტარული, უბრალოდ TikTok-ი გავხსნათ, რეკორდს დავაწვეთ, არაუშავს თუ კარგად რედაქტირებული არ იქნება და წამოვა ყველაფერი. თავარია ქართულად ზუსტად როგორ არის, არ ვიცი, მუდმივობა შევინარჩუნოთ, რა დავდე ერთხელ კიდე დავდო და წავყვა. სამწუხაროდ ბევრი ქართული რესურსი არ არის, მაგრამ თუ სიტყვაზე ადამიანს უნდა advertising-ის სწავლა, YouTube-ზე შეუძლია ალექსანდრე ჩომახიძე ჩაწეროს და უფასო კურსები არის. ეგ ის კურსებია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მინიმუმი დაიწყოთ და შემდეგ თვითონ განვითარდეთ. მაგ ვიდეოებს რო ნახავთ, სრულიად უფასოდ შემდეგ შეძლებთ რომ გააგრძელოთ. თუ მინიმუმ მოსმენის დონეზე მაინც იცით ინგლისური ან რუსული. ან შეგიძლიათ მაგ ვიდეოებს უყუროთ, კარგი საფუძველი მიიღოთ და შემდეგ GPT-ს მიწეროთ. ამ ადამიანის ვიდეოებს უყურე, შეუძლია ჩემი YouTube არხი ჩაუგდოს, ეხლა რა გავაკეთო და მანდ მისცემს რესურსს თუ როგორ განაგრძელოს, რომ სწორად შეძლოს რეკლამის გაშვება. უცხოურ რესურსებს იმიტომ ვერ იდები, რომ უცხოური რესურსები არის მორგებული უცხოურ ბაზრებზე და პრობლემას ქმნის. ამიტომ აი თუნდაც ჩემ ვიდეოებს რო უყურებს ადამიანი,
შექმნას ვითომ კომპანია. ამ ვითომ იმიტომ ვამბობ, რომ ბევრჯერ მკითხე სტუდენტებმა და ვუთხარი, რომ აი 20 ლარი გადადე და რეკლამა გავუშვა. ერთმა სტუდენტმა გახსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი და იმ ხელა მოთხოვნა წამოვიდა საბოლოოდ მართლა გახსნა. ამიტომ სცადეთ იქნებ რამე ბიზნესი დიაც მოგივიდეთ და ეგრე გატესტოთ ესო. კონტენტი რელევანტური უნდა იყოს აუცილებლად. მაღალი ხარისხის უნდა იყოს თქო ვიტყოდი, მაგრამ აქ ისევ და ისევ ვიტყვი, რომ მაღალ ხარისხში არ ითვლება, რომ მაინც მაღალი რეზოლუციის იყოს. საინტერესო უნდა იყოს კონტენტი ჩამთრევი. არ ვეთანხმები იმას, რომ პირველი 3 წამი იყოს ჩამთრევი, იმიტომ რომ მე ვემხრობი, რომ მირჩევნია ჩემი ვიდეო სრულად 100 კაცმა ნახოს, ვიდრე მილიონმა და ბოლომდე არ ნახონ. ამიტომ იმ 100 კაცისთვის აკეთეთ კონტენტი აუცილებლად. ტრენდში რა თქმა უნდა ისევ AI იქნება, მეტა თავის AI-ს ავითარებს უფრო და ეხლა საშუალებას გვაძლევს თვითონ მეტა AI, რომ ჩვენი ვიდეოები და კონტენტი თარგმნოს, რომ უცხოურ ბაზარზე გავიდეთ. ტრენდში რა თქმა უნდა იტრიალებს ეს ხელოვნური ინტელექტი. ვიდეო ისევ ტრენდში იქნება და ვიდეოებს მიაწვება ყველა და გავრცელებისთვის ეგ იქნება საჭირო, მაგრამ ასევე ცდილობენ საკმაოდ რომ ტექსტური პოსტებიც წინ წავიდეს და ეხლა გავტესტე საკმაოდ კარგი შედეგი მივიღე, რომ მხოლოდ ტექსტური პოსტებიც საკმაოდ წინ მიდის. LinkedIn-ზე ვიდეოების მიმართ პრიორიტეტი წამოვა და უფრო საინტერესო იქნება ამ კუთხით და რაც ყველაზე მთავარი არის, გამოჩნდება ბევრი ესეთი mini AI agent-ები, რომელიც საშუალებას მისცემენ კომპანიას, მაგალითად ჩატის ოპერატორი ჩაანაცვლონ, თუნდაც პოსტების დადების კუთხით, ანალიტიკის კუთხით და ამ ხრით წავალ წინ. Google-იც ვითარდება, Gemini წინ მიდის და Google Search-იც იცვლება, ადაპტირდება და თუნდაც YouTube-ზეც უკვე ვიდეოების გამოჩენა, არ გამოჩენა ვინმესთან უკვე საკმაოდ იქნება დამოკიდებული AI-ზე. ანუ აქამდე თუ რაღაც კრიტერიუმები ჩანდა, ეხლა ადამიანს გამოუჩნდება მის ქცევაზე დამოკიდებულებით რა. უბრალოდ რადგან საინტერესოა, იმის გამო არ გამოუჩნდება რა. და შესაძლოა კონტენტი და პროფილები და პეიჯები, რომლებიც პატარები იყვნენ და იმ სიპატარავის გამო არ ჩანდა ეს კონტენტი, ისინი წინ წამოვიდნენ და დიდ კომპანიებს კონკურენცია გაუწია.